საუბრობდით დღეს იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ისევ საუბრობს პროპაგანდა აი ამ კონსპირაციის თეორიებზე და ეს ძალიან ხელსაყრელი არის, როგორც ჩანს მათთვის, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა დაბრალდეს, რა თქმა უნდა, ამ ეგრეთ წოდებულ deep state კონსპირაციებს, უვიზო რეჟიმის შეჩერება, ყველაფერი, რა ვიცი, მაღაზიაში მაღალი ფასიც ალბათ მალე იქნება deep state-ის ბრალი. ამ ყველაფრის ფონზე რა შეიძლება გააკეთოს ოპოზიციამ, რომლის გამოწვევა არის ეს ვერ შეთანხმება რიგ საკითხებზე, არის თუ არა მნიშვნელოვანი ერთგვარი კამპანიის წარმოება აგვისტოს ბოლომდე, რომ მოსახლეობამ კარგად გაიგოს, ვის კისერზე არის ეს პასუხისგებლობა, თუ კი ქვეყანა მართლაც ამ სავალალო შედეგების წინაშე დადგება, უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინაშე. ისეთი კითხვა იყო, რომ მე მგონი მარტო მე მომიწევს უკვე ლაპარაკი, იმიტომ რომ ყველაფერი გითხეთ ერთ კითხვაში. ბოდის გიხდით. არა, კარგია რა თქოს. ხო და უბრალოდ რაშია საქმე, იცით, აი ეს პროპაგანდისტული ხაზია, ეს მატრიცა, ხო, თავის დროზე ჯერ კიდევ KGB-ში დამუშავებული და მე გარკვეულწილად ახალი პირობებისთვის ადაპტირებული კრემლის მხრიდან ეს ამათი მოგონილი არ არის, ხო, ეს რიტორიკა ყველაფერი არის აი ეს FSB-ს ჯურღმულებში, ესე რომ ვთქვათ, შემუშავებული გარკვეული ალგორითმი თუ როგორ უნდა ააშენო ოქლოკრატიული საზოგადოება, ანუ როგორ უნდა გააღვიძო, გაუთიშო ადამიანებს გონება და გააღვიძო, ესე რომ ვთქვათ, მხოლოდ ეს პირველყოფილი ინსტინქტები, რასაც ქვია, ხო, შიშები, რაღაც ყალბი, ესე რომ ვთქვათ, რაღაცის დაცვა, სინამდვილეში როცა არაფერი დასწავი არ არის, ხო? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს ტესტირებულია ძალიან ბევრ საზოგადოებაზე და ეხა კარგად არის აბა და ნუ ეხა მიდის გარკვეული აპრობირება უკვე მით უფრო თუ ტესტირებულია ბატონ გია და ამათი მოგონილი არ არის, ნიშნავს იმას, რომ უნდა იცოდეს მაგალითად პოლიტიკოსმა როგორ შეიძლება ამ ყველაფერს არ ვიცი წინააღმდეგობა გაუწიოს. წინააღმდეგობა როგორ უნდა გაუწიო, ხო, როდესაც მიდის ადამიანების ზომბირება, მათი ტვინების გამორეცხვა, შეუნდა ესე რომ ვთქვათ, რა თერაპიული ალგორითმი უნდა მოიგონო, ხო, რომ ამ ზომბირების მდგომარეობიდან გამოიყვანოს. სხვა მეთოდი აქ არ არსებობს, ხო, შესაბამისად ამას შეიძლება ინსტრუმენტები რა არის? ინსტრუმენტი დღევანდელ სამყაროში არის, რა თქმა უნდა, საინფორმაციო ნაკადები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ წვდომა ყოველთვის არ არის ეფექტური საინფორმაციო არხების პირდაპირი კომუნიკაცია ხალხთან, ხო? პირდაპირი კომუნიკაცია ხალხთან და აი აქ გვეწყდება პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპოზიცია მუდმივად საუბრობს ხალხთან ლაპარაკის აუცილებლობაზე, რეალურად ისინი ხალხს არ ელაპარაკებიან, ხო? ჩვენ ვიცით მთელი რეგიონები, სოფლებზე აღარაფერს არ ელაპარაკობს, სადაც ოპოზიციონერი თვალით არ უნახავს და იქ არის ერთი გამგებელი, რომელსაც აქედან მისდის message box-ი და დადის ესე კარდა ამ message box-ს ახვევს ამ ესე რომ ვთქვათ, გაუბედურებულ, დამშეულ ხალხს თავზე და სიმართლე გითხრათ, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ეს მედროვეებს რო თავი გავანებოთ, ხო, რომლებიც ხვდებიან ყველაფერს, მაგრამ ესე რომ ვთქვათ, წურბელებივით მიწმასნილები არიან სახელმწიფოს სხეულს, ხო, და ყველაფერს აპრავებენ. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ზომბირებულია, აი მაგალითად გეტყვით რითი, რომ აი იგივე ავიღოთ LGBT თემა, ხო? ამ ადამიანების უმრავლესობას აი ზომბირება იცით რაში გამოიხატება? აი ეს ადამიანები ქვეცნობიერად უკვე დარწმუნებულები არიან, რომ აი ეს ესე რომ ვთქვათ, აი კაცი და ქალის ამბავი, ხო, აი ეს უმცირესობების თემა არის ერთგვარი ვირუსი, ხო, და თუ ჩვენ ესე რომ ვთქვათ, რაღაც დასავლეთის რაღაც პირობებზე დავიწყეთ ლაპარაკი, ეს ნიშნავს, რომ პანდემია დაიწყება საქართველოში და მეორე დღეს ქალები იქცევიან კაცებად და კაცები იქცევიან ქალებად, ხო? ანუ ერთგვარი ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, როქი მოხდება. ანუ მე გავხდები ქალი და თქვენ გახდებით კაცი. დარწმუნებული, ანუ ქვეცნობიერად. რატომ იცით ცნობიერს აღარ თავენ, ესეთი ადამიანები. რატომ? იმიტომ რომ აღარ რჩებათ ამის დიაპაზონი, როდესაც პროპაგანდა დილიდან საღამომდე ამას გიგაკუნებს თავში, ხო, შენ უბრალოდ დრო და
საშუალება ფიქრის აღარა გაქვს და ამას ქვია ოქლოკრატია. ოქლოკრატია რაზე დგას? ბრბოს ინსტინქტებზე, ხო, რა უნდა გააკეთო ოქლოკრატიის ასაშენებლად? უნდა გაუთიშო გონება ადამიანებს, ისეთი ინტენსივობით უნდა ატენო რაღაცა თავში და ესე რომ ვთქვათ, ხო, ინსტინქტების დონეზე დაიყვანო, ხო, მიმართო ვექტორი მერე მტრის ხატის შექმნა რაღაცა, მიმართო ვექტორი იმ მიმართულებით, შენავით აიცილო პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ. ამის წამალი არის იგივე ინტენსივობის, ანუ თუ რაღაცა რესურსები გიპირისპირდება, შენ უნდა დაუპირისპირო იმის ადეკვატური რესურსები. და რაც თავარია, კარგად უნდა იყო არგუმენტებითაც შეიარაღებული და აქაც პრობლემა გვაქვს. მე ოპოზიციის მხრიდან ამ ბოლო პერიოდში, ხო, თქვენი კითხვის მეორე ნაწილზე გადავდივარ. ნაცვლად იმისა, რომ მთელი ენერგია ამაში ჩაიდოს, ხო, ნუ ჩვენ ხედავთ, რომ რაღაც ერთმანეთში კინკლაობაში ხარჯავენ ძირითადად ენერგიას და ეხლა აი განსაკუთრებით მე ეხლა ბოიკოტის მომხრეებს ყველა ძალიან დიდ პატივს ვცემ და მესმის მე მათი, ხო, იმიტომ რომ მორალური პოზიციიდან ეს არის სწორი პოზიცია, წმინდა მორალური, აი პოლიტიკას რო თავი გავანებოთ. ეს არის სწორი პოზიცია, გამართული პოზიცია და მე მათთან საკამათო და ესე რომ ვთქვათ, ის არაფერი არ აქვს გასარჩევი. მაგრამ არიან მათი ზოგიერთი წარმომადგენელი, რომლებიც ტრენდს ქმნიან, შეიძლება ითქვას ამ მოძრაობის აბსოლუტურად დაუმსახურებლად, მე პირდაპირ გეტყვით, ხო? რომლებიც აი მსგავსებია პოლიტიკური იმპოტენტებით იქცევიან, ხო? რომ თავის უძლურობას ცოლს რო აბრალებენ და ფერქვეშ რო ყავთ გაგდებული. აი დაახლოებით ესე იქცევიან. ხო? იმიტომ რომ გადაფარონ საკუთარი უძლურება და ზოგიერთი ისეთიდებს ამ ზუსტად ასეთივე არგუმენტი შეუძლიათ მათაც თქვან სხვათა შორის არა ბოიკოტის მომხრეებისთვის ბატონო გია შეიძლება პირიქითაც მოვისმინოთ, რომ საკუთარი უძლურობის გადაფარვის მცდელობა იყოს მაგალითად არჩევნებში მონაწილეობა. გასაგებია, ჩვენ ყველაფერი შეიძლება მოვისმინოთ, მაგრამ მე ლაპარაკობ ამ ხარეზე, იმიტომ რომ აგრესია მოდის აქედან. მე არჩევნების მომხრეებისგან ესეთი აგრესია, თქვენ გძნობთ აგრესიას არჩევნების მომხრეებისგან, ბოიკოტის მომხრეების მიმართ. ეს აგრესია არ ჩანს. თვითონ ბოიკოტი თავისთავად ეს პროცესი ალბათ უფრო თავისთავად გულისხმობს უფრო რადიკალურ, ასე ვთქვათ, არ ვიცი, ქმედებას. გასაგებია, მე მესმის, მაგრამ ნუ მოდით ეხლა პოლიტიკური გონიც ხომ უნდა ჩაერთოს, ხო, ეხლა კი ემოცია, რაღაც მორალური ძარღვი, ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში, ხო? მაგრამ თუ ამასთან ამას გონიც არ მოაყოლე, ხო, ანუ რაციოს თუ არ მოაყოლე და ეს კომბინაცია თუ არ ამუშავდა, მაშინ შენი მოწინააღმდეგე სარგებლობს, იმიტომ რომ მორალს ის თulis, შენს ისუსტეთ, ხო? ბატონ გია, რა მინდა გკითხოთ? აი ამ ყველაფრის ფონზე, ბოიკოტზე, ბოიკოტის მომხრეებსა და არა მომხრეებს შორის კამათი, იქ deep state-ზე საუბარი, მოდის არჩევნები, მაგრამ რაღაცნაირად ახალ, არ ვიცი, ახალ ელფერსენს თუ არა პოლიტიკურ პროცესს, აი ამ უვიზოზე საუბარი და რა ტიპის პროცესი. ანუ ეს ხო სიახლე არის ერთგვარი, ეს როგორ აისახება პოლიტიკურ პროცესს? ჩვენ ამ ბოლო წლებში ხო აკვირდებით სიტუაციას, ხო? უვიზო, რა თქმა უნდა, არის კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის, ხო? ნუ თავისთავად ის რომ ქვეყანა არის პერმანენტული სახელმწიფო გაატრიალების რეჟიმში და ჩვენ რითაც დავიწყეთ საუბარი, მათი რიტორიკა და ასე შემდეგ, ხო? ხელისუფლების რიტორიკა, ხელისუფლების ქმედებები, საკანონმდებლო ცვლილებები, ეს ყველა მათი ქმედება და ყველა მათი გამონათქვამი არის კონსტიტუციის 78 მუხლის დარღვევა. ანუ თვითონ არის ხელისუფლება გასული საკონსტიტუციო ფარგლებიდან ერთგვარ პერმანენტულ სახელმწიფო გადატრიალებას აწარმოებს, გამომდინარე იქიდან, რომ მუდმივად არღვევს კონსტიტუციას, ხო და ეს, რა თქმა უნდა, მისი არალეგიტიმურობის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საფუძველია, ვიდრე იგივე არჩევნების აქედან გამომდინარე, მინდა გკითხოთ, რომ ხომ არ ვკამათობთ ჩვენ ისეთ რაღაცაზე, რაც შესაძლოა ისედაც არ იქნება, ან აბსოლუტურად განსხვავებული სცენარი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება შეიძლება იყოს ისეთი რამ, რამაც გამოიწვიოს, არ ვიცი. მე მეცაც გეტყვით, ვიკა. მე მეცაც გეტყვით, რა თქმა უნდა, ჩვენ კამათო აბსოლუტურად ფუჭია ეს კამათი და მხოლოდ ხელისუფლებას ასარგებლებს, ეს უნდა ესმოდეს ყველას, ხო და ვინც ამას აგრძელებს, მან უნდა იცოდეს, რომ ის
ფაქტობრივად ხო არის ხელისუფლების გავლენის აგენტი ხდება ხო უცხოეთის აგენტი კი არ ხდება გავლენის აგენტი გავლენის აგენტი რას ნიშნავს შეიძლება შეიძლება არ იცოდე ისე მუშაობდა ვიღაცაზე ხო და ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ და შეწყვიტონ ეს კამათ ეხლა რაც შეეხება ეს ორი გზა აი პარადოქსს გეტყვით ხო მაგრამ არც მომდეგება ერთმანეთს და რატომ აგიხსნით ხო 4 ოქტომბერი არის დღე, არჩევნების დღე, როდესაც ესე რომ ვთქვათ, შეიძლება იყოს აი ამ დიდი პროტესტის პიკი. რატომ შეიძლება მოხდეს, ხო? ეხლა გასაგებია, რომ არის აბსოლუტურად უსამართლო გარემო და დიდი ალბათობით ხელისუფლება გააყალბებს, ხო? როგორი 4 ოქტომბერი, რომელშიც ორი პარტია იღებს მონაწილეობას, გულისხმობ თუ ხო, აი ადგილობრივი არჩევნების დღე. ოპოზიციის მონაწილეობით ნაწილის. კი ბატონო. არის ორი ვარიანტი, ხო? ორი ვარიანტი. აი ჩვენ რო ლაპარაკ, აი მუდმივად ოპონენტები ამბობენ, რომ აი ამით ლეგიტიმაციას ვაძლევთ ხელისუფლებას, ხო? თუ გააყალბა ის არჩევნები, რანაირი ლეგიტიმაცია იქნება, ხო? იმიტომ რომ ეს გახდება ის მომენტი, როდესაც ხელისუფლება მოიპარავს ხმას, ანუ ხმის მომპარო არის სახელმწიფო გადატრიალება, კიდევ ერთხელ გავიმეორე, კიდევ ერთი საფუძველი სახელმწიფო გადატრიალება. ანუ 4 ოქტომბერს შეიძლება მოხდეს ის, რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ საპარლამენტო არჩევნების დღეს, როდესაც ხელისუფლებამ გააყალბა, მაგრამ პარტიებმა საზოგადოება შეიყვანეს შეცდომაში, შეპირდნენ რა, რომ აი ჩვენ ყველაფერს გავაკონტროლებთ და ვერაფერს ვერ გაგვიყალბებენ და იმას იზამენ და ამას იზამენ და მეორე დღეს კიდე დაიწყეს ყვირილი რომ აი გაგვიყალბესო ხო ანუ ფაქტობრივად ჩვენ საზოგადოება მარტო ხელისუფლებამ კი არ გადაგვაგდო ოპოზიციამაც გადაგვაგდო რატო გადაგვაგდო იმიტომ რომ შეგვფირდა რომ დავიცავთო და ვერ დაიცვეს ამიტომ არის ხალხი გაბრაზებული მარტო ხელისუფლებაზე კი არა ოპოზიციაზე ეს ამ 4 ოქტომბერს ჩვენ აღარ ვენდოთ აღარც პარტიებს ხო ჩვენ თვითონ დავიცვათ ჩვენი ხმები და ეს დღე შეიძლება გახდეს აი ეს პიკი, პროტესტის პიკი, როდესაც ბოიკოტისტებიც, არჩევნებში მონაწილეებიც ქურდობაზე პირდაპირ აიქვე ცხელზე დაიჭერენ ხელისუფლებას და თუ რამის თავი გვაქვს, აი ის იმ დღეს მოუწყოთ ხელისუფლებას პოლიტიკური ბართლომეს ღამე რა. ბატონ გია, სად ხო არის მნიშვნელოვანი რომ ხედავდეთ? კი ბატონო. არის ლეგიტიმური საფუძველი აჯანყების. ლეგიტიმური საფუძველი. ხელისუფლება, როდესაც იპარავს, თუ არ მოიპარა არჩევნები და ჩაატარა პატიოსნად, მაშინ ჩანს რომ თბილისს მინიმუმ აგებს, ხო? და ეს რასაც ნიშნავს, ყველას კარგად გვესმის. ხო და თუ გააყალბა, ამით თვითონ ხელისუფლება აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას, ანუ ხალხს აძლევს ეს ხომ ერთხელ გააკეთა უკვე ხელისუფლებამ ბატონ გია. ეს დაიდო ეს ხატსურათი. დიახ. წუთის წინ არ გითხარით, რომ გააკეთა, ჩვენ არ ვიყავით მზად მაშინ. იმისთვის რომ დაგვეცვა ჩვენი ხმები. რატომ? იმიტომ რომ ოპოზიცია მოგვატყუა. გვითხრეს რომ ისინი დაიცავდნენ ჩვენ წავსულიყავით სახში და დაგვეძინა. და ეხლა უნდა გვითხრას, ეხლა უნდა გამოვიდეს 100,000 კაცი, ყველა უბანზე უნდა გადანაწილდეს და აბა გაბედოს ხელისუფლებამ და გამოიტანოს დახატული ოქმები რა. აი ეს უნდა მოხდეს და თუ რამის თავი გვაქვს და უბრალოდ ფეხებს არ ვაბაკუნებთ, ბოიკოტისტები რო აბაკუნებენ და რითი უნდა დამთავრდეს ეს პროცესი თვითონ რო არიციან. რა გონიათ ეხლა რომ დაასანქცირებენ ხელისუფლებას და იზოლაციაში რომ მოხდება შერჩხება დაიხურავენ კუდებს და წავლენ სანამ ესე რომ თქვა ძალა და კუნთები ექნებათ ესენი ბოლომდე დადგებიან და კიდე ბევრჯერ galახავენ საზოგადოებას ამათ უკან დასახევი აღარ აქვს რა ბატონ გია მაგრამ თუ რამის რესურსის მობილიზება შეგვიძლია მოდი რა 4 ოქტომბერს გავაკეთოთ ეს რატო სხვა თარიღზე გავაკეთოთ 4 ოქტომბერს, რატომ? იმიტომ რომ 4 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ხელისუფლება ვერ ითქვის, რომ სახელმწიფო გადატრიალებას მიწყობენო. რატო ვერ ითქვის? იმიტომ რომ ქურდობაზე დავიჭერთ. აი ამიტომ ვერ ითქვის და ნებისმიერ სხვა დროს ჩვენ ეხა ბოიკოტით და ქუჩის რაღაცეებით რაღაც მიღწევა რო გვინდა, ყოველთვის შეუძლია და თქვა რომ სახელმწიფო გადატრიალება მანამდე თითო-თითოს ესე იჭერს ხალხს, ზოგი გილიოტინაზე მიყავს ზოგი ქვეყნიდან გადის, ზოგს ყიდულობს, ნელა აშრობს მედიასაც, სამოქალაქო საზოგადოებასაც, პარტიებსაც. ასე რომ
ბიჭო, ეს ორი გზა მე არ შემიძლია ეხლა რო არ გკითხოთ და რატომღაც გონია რომ მაყურებელსაც ექნება ეს კითხვები თქვენთვის. თქვენ როცა საუბრობთ რომ მზად არ იყო ოპოზიცია, ახლა ამ მზაობას ხედავთ მაგალითად ორი პარტიის მხრიდან, რომელიც იღებს მონაწილეობას კანდიდატი, დამკვირვებლები არჩევნებს ხო მთელი თავისი პროცესი და პროცედურა ხმის დაცვის არ ვიცი. აი ზუსტად ამას ვამბობ რომ მე რო ვერ ხედავ კი არა რომ ჩემპირდნენ მაინც არ ვენდობი პარტიებს რა მე უნდა დავიცვა თქვენ უნდა დაიცვათ აი ჩვენ პიგზე 100,000 კაცი ხო გამოდიოდა ღამეც ხო გაგვითენებია აი ეს 100,000 კაცი თუ გვესმის მნიშვნელობა ამ დღის ხო გავნაწილდეთ თბილისის უბნებზე ერთ ადგილზე კი არა რუსთაველზე ხო რომ 300 კაცი ჭამიას რო გამოიყვანენ მერე და ესე რო თქვათ იმეებით რომ აცემინებენ ხალხს ესე არა გადავნაწილდებით თელ ქალაქში ყველა უბნებზე და აი უბანთან რო 200 კაცი იდგება მშვიდობიანად და არ მისცემს ყალბი ოქმის გამოტანის საშუალებას აი ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენ ვართ ძალაუფლების წყარო პარტიები კი არ არიან პარტიები დღეს არ არსებობენ ჩათვალეთ რა არც ერთ პარტიას არ აქვს ის ავტორიტეტი ჩვენ პარტიები გვჭირდება დღეს არა როგორც ლიდერები იმიტომ რომ ლიდერობას ვერ ახერხებენ არამედ როგორც ინსტრუმენტები რო ქვეყანა ნორმალური განვითარების გზაზე დავაბრუნოთ და ჩვენ ავიღოთ ძალაუფლება ხელში და პარტიები გამოვიყენოთ იმისათვის რომ ჩვენი ხმა იყოს დაცული მაგრამ ეს ეხლა უკვე ამ რეჟიმში უნდა ვიყოთ ბატონ გია ეს ეხლა უნდა კეთდებოდეს ახლა უნდა მუშაობდეთ ამას ორგანიზება ჩვენი სამუშაო არის 4 ოქტომბერს რა მანამდე გავაკეთოთ ორგანიზება თვითორგანიზება დავარქვათ, რაც გინდათ ის დავარქვათ რა. გავნაწილდეთ და დავდგეთ ყველა ჩვენ უბანთან რა. ჩვენ უბან რომელი ძველი ბიჭი და რომელი ნარკუშა გამოვა მე გაბედავს და ცხვირს გამოყოფს ვნახავთ მაგას რა. უბნებთან. აი ეს უნდა გავაკეთოთ 24 საათი. მადლობა ძალიან დიდი. მეტი შიშველია რა. მეტი არაფერი. მადლობა ძალიან დიდი. დიახ, დაასრულეთ და თუ გაგდრო. მადლობა ბატონ გია ძალიან დიდი. გია ხუხაშვილი საუბრობდა საკმაოდ არა გვაქვს დრო, უნდა დავასრულოთ ძალიან